გამარჯობათ. დღეს ვმუშაობთ ფულის ენერგიაზე და სანამ მუშაობას დავიწყებთ, ეს წინა სიტყვაობა არის იმათვის, ვისაც არასდროს არ უხატავს ნეიროგრაფიკა. ნეიროგრაფიკის ძირითადი მონაპოვარი, ასე ვთქვათ, აქტივი არის ნეიროგრაფიკული ხაზი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შედეგზე, რომ გავიდეთ, როგორ ნეიროგრაფიკულ ხაზს ვხატავთ. ნეიროგრაფიკული ხაზი არის დინამიური ხაზი, რომელიც არც ერთ თავის მონაკვეთში თავის თავს არ გავს. და მიდის იქ, სადაც არ ველოდებით. ანუ ხელი, როდესაც მიშვებული ყავს და მიდის, რაღაცა მომენტში ვუცვლით მას ტრაექტორიას. მეორე საკითხი, რაც უნდა ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ, არის ის, რომ ნეიროგრაფიკული ხაზები ერთმანეთთან გადაკვეთაში მოდიან და ეს გადაკვეთა არის კონფლიქტი და კონფლიქტს სჭირდება დამრგვალება. და ვამრგვალებთ ასე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნეიროგრაფიკული ხაზის ესე დამრგვალება. ამით ვერ მივიღებთ შედეგს. ან ნეიროგრაფიკული ხაზი ესეთი არ შეიძლება იყოს. ნეიროგრაფიკული ხაზი ესეთი არ შეიძლება იყოს. ნეიროგრაფიკული ხაზი არის ესეთი დინამიური, რომელიც მიდის ხელის მოძრაობაზე და როგორც კი ვგრძნობთ, რომ ხელს მიყვება, მომენტალურად უცვლით ტრაექტორიას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ტვინში ცვლილებები ნეირონებში, ჩვენი ტვინის ნეირონებში ცვლილებები შეყვავს. ეხლა სანამ დავიწყებთ ხატვას, მინდა იცოდეთ, რომ ხატვამდე 2 წუთის განმავლობაში, მე ეხლა არ დავწერ, 2 წუთის განმავლობაში წერთ 20 სიტყვას მინიმუმ, არ ვფიქრობთ ამ სიტყვებზე, ეს არის წინასწარი მოთელვა, როდესაც ვიწყებთ ხატვას. მაშ ასე. ვიღებთ წრეს, პატარას, ვხატავთ და წერთ იმ თანხას, რაც გვაქვს შემოსავალი მაქსიმალური თვეში. შემდეგ ამ წრეზე ვაკეთებთ ოთხკუთხედს, რომელიც არის ის ჩვენი თერმოსტატი, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ იმაზე მეტი თანხა გამოვიმუშაოთ, რაც შესაძლებელია გვქონდეს. და აი ამ წრიდან, გარშემო ხო ეს ფურცელი ხო ჩვენი სამყაროა, ამ წრიდან ნელ-ნელა გაგვაქვს ნეირონები გარეთ. და თან პარალელურად ამ ნეირონებს ვამრგვალებთ და ვამშვიდებთ. სხვადასხვა მიმართულებით. სხვადასხვა ხაზით. და იმდენ ნეირონს ვხატავთ, რამდენსაც ვფიქრობთ, რომ საჭიროა იმ ჩვენი შინაგანი შეგრძნებისთვის, რომ უკვე საკმარისია ამდენი ახალი ნეირონების შექმნა. არ დაგავიწყდეთ დამრგვალებები. დამრგვალებას არ ვაკეთებთ ოთხკუთხედთან. თითოეულ ნეირონზე შეგვიძლია რამოდენიმეჯერ გადავუაროთ და შიგნიდან ენერგიები, გავუშვათ ენერგია ამ ხაზებში, რომ ვიგრძნოთ, როგორ მუშაობს ეს ჩვენი ახალი წარმოქმნილი ნეირონები. თან ვამრგვალებთ და ვუკვირდებით სხეულში რა შეგრძნებები გვაქვს. სად გვაქვს შეგრძნება? სიამოვნებს,
არ გვსიამოვნებს, რო ვხატავთ? რა მომენტში არ გვსიამოვნებს? გვებრაზება, თუ მშვიდად ვართ? ვაფიქსირებთ ჩვენ ყველანაირ შეგრძნებას და ვფიქრობთ. რა არის ის გრძნობა, რომელიც მეუფლება? რა არის ის შემაკავებელი თუ არის ეს გრძნობა უარყოფითი? რა მიშლის ხელს იმისთვის, რომ იმაზე მეტი თანხა გქონდეს თვეში შემოსავალი, ვიდრე მე გონია. გონია კი არა, რომ აქვს. აი ახლა მეც ისეთი ისინი წამომივიდა. შინაგანი დაძაბულობები. ვხატავთ ამ ნეირონებს. და ნეირონებმა გაგვყავთ გარეთ. ხო, რაც მთავარია, ოთხკუთხედთან, კვადრატთან, ან ოთხკუთხედთან, რომელიც გვაქვს. იმ ოთხკუთხედს არ ვამრგვალებთ, იმას არ ვეხებით. მხოლოდ და მხოლოდ შიდა წრეში არსებულ ნეირონებს ვამრგვალებთ. და მანამდე ვხატავთ, სანამ ვთვლით, რომ აი უკვე აღარ მინდა მეტი ნეირონების წარმოქმნა. საკმარისია ჩემთვის ის ნეირონები, რომლებიც ეხლა შექმნა. მნიშვნელოვანია ძალიან სხეულში და ვუკვირდეთ ჩვენს მდგომარეობას. ხმე ვლაპარაკობ, მაგრამ თქვენ, როდესაც მეორეჯერ ან მესამეჯერ ამ ჩანაწერში ხატავთ, გაუთიშეთ ჩემი ხმა და თქვენ შეგრძნებებზე იფიქრეთ. რა არის ის, რაც მე არ მაძლევს საშუალებას, რომ მივაღწიო იმ შედეგს, რა შედეგით უნდა. ასე ვხატავთ მშვიდად და სხეულში ვუკვირდებით ჩვენს შეგრძნებებს და ვუკვირდებით იმ აზრებს, რა აზრებიც მოვთვით. კარგი იქნება თუ ჩანაწერს გააკეთებთ, როგორც კი აი ამ ეტაპს მოვჩებით, ხატვის, რომ ჩანაწერი გააკეთოთ, რაზე გეფიქრებოდათ, რა შეგრძნებები გეუფლებოდათ. შეიძლება აბსოლუტურად განყენებული თემები მოგდიოდათ, ესეც გარკვეული სახის წინააღმდეგობებია, იმიტომ რომ ჩვენ ხო ახლა ახალ ნეირონულ სისტემას ვქმნით ჩვენს ტვინში, რომელიც გვეხმარება იმ ჩვენი თერმოსტატის დარღვევაში, რაც გვქონდა. გარღვევაში უფრო, რაც გვქონდა. აი ახლა მე ვთვლი, რომ უკვე საკმარისია ჩემთვის. ეხლა ვდგებით და უფრო დიდ წრეს ვხატავთ გარშემო. შემოვხატეთ უფრო მეტი წრე. და ამ წრეზე ვაწერთ იმ თანხას, რა თანხის გამომუშავებაც გვინდა, ანუ შემოსავალი, რა თანხა გვინდა, რომ იყოს ჩვენი თვიური, წლიური არ აქვს ამას მნიშვნელობა, თქვენთვის რა მნიშვნელობაც აქვს, შემოსავალი გქონდეთ
თქვენ. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ეს შემოსავალი, რომელსაც ეხლა დაწერთ, იყოს რეალური. ეხლა თუ 1000 ლარი გაქვთ თვეში სიტყვაზე ვთქვა შემოსავალი და დაწერ 100,000 ან 10,000, ნუ ბუნებრივია ეხლა. ეს თანხა არარეალური იქნება გარკვეულწილად. ამიტომ რეალური თანხა, რომელ თანხაზეც გინდათ გახვიდეთ. იმიტომ რომ თუ შეიძლება ის თანხა არის რაღაცა თანხა, რომელსაც თქვენ გამოიმუშავებთ და რაღაცა თანხის ზევით, როგორც კი შემოსავალი შემოგდით, მომენტალურად გიჩნდებათ ახალი ხარჯი. რაღაცა ხდება, ან გაუთვალისწინებელი ხარჯი გიჩნდებათ მომენტალურად. და აი ეს გაუთვალისწინებელი ხარჯი არის ზუსტად ის, რომ თქვენი შინაგანი თერმოსტატი თანხის არ გაძლევთ საშუალებას, რომ ის თანხა შეინარჩუნოთ, რა თანხაც გინდათ რომ გქონდეთ. ეხლა ჩვენ უნდა ისე დავხატოთ ნეირონები, რომ აი ეს შიდა თერმოსტატი და აი ეს წრე რამენაირად დავკარგოთ. ანუ ნეირონებში უნდა გაიფანტოს და დაიკარგოს. არ დაგვავიწყდეს პარალელურ რეჟიმში ყველაფერს ვამრგვალებთ, რადგან კვეთა არის კონფლიქტი. და კონფლიქტი ჩვენ კიდე ყველაზე ნაკლებად გვჭირდება დღევანდელ დღეს. ნებისმიერ სიტუაციაში ცხოვრებაში კონფლიქტი ნაკლებად გვინდა. და ვეცადოთ, რომ ეს ნეირონები გავიყვანოთ აი ამ დიდი წრის ახალი თერმოსტატის გარეთ, იმიტომ რომ სამყაროში უნდა გავიდეთ. სამყაროში, საიდანაც ავიღებთ ყველა იმ რესურსს, ყველა იმ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომელიც დაგვეხმარება ახალი თერმოსტატის შექმნაში, ახალი ფინანსების მოძიებაში და გამომუშავებაში. ხატავთ მშვიდად და რა თქმა უნდა ისევ იგივეს ვიმეორებ. უბრუნდები იგივე. ფიქრობთ რა არის ჩემში, რა ხდება ჩემში, რა ფიქრები მომდის, რა აზრები მობადეთ. ხელი თავისუფლად მიყვება და უკვით. ადვილად ვხატავ ნეირონებს, ხომ არ მიჭირს მე ახალი ნეირონების წარმოქმნა, ახალი ნეირონების შექმნა იმისთვის, რომ აი მე ხა მარჯვენა ხელი ცოტათი დამიჭირო. ამაზე რომ გავიფიქრე და გავაჟღერე ხა ხმამაღლა ხელმა მომიჭირა. ანუ ის ჩემი თერმოსტატი ძველი არ მიშვებს გარკვეულწილად. და რახან არ მიშვებს, ესე იგი კიდევ უნდა ვხატო ნეირონები, რომ ვიგრძნო თავისუფლება. ვერავინ ვერ გეტყვით თქვენს ნამუშევარში სად არის საკმარისი და სად არ არის საკმარისი ნეირონების ხატვა. ვერავინ ვერ გეტყვით, იმიტომ ეს არის თქვენი არავერბალური დიალოგი თქვენს ქვეცნობილად. მე უბრალოდ გასწავლით და გეხმარებით იმ კითხვებით, რა კითხვები შეიძლება დაუშვათ თქვენ თავს, რომ ინსაიტები სწორედ გამოიტანოთ, რასაც თქვენი ქვეცნობიერი გაგზავნით. ან ქვეცნობიერამდე სწორედ დაიყვანოთ ინფორმაცია. იმიტომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეცნობიერში კარგი, ცუდი, ქვეცნობიერისთვის უფრო სწორედ
კარგი, ცუდი, ლამაზი, უშნო. ანუ ანტონიმები არ არსებობს. მისთვის არის ერთადერთი ჭეშმარიტება. და ეს ჭეშმარიტება, განსაკუთრებით ფინანსები, არის ერთი, რომელიც მას ან გენეტიკურად მოყვება, ან შემდგომში არის შეძენილი ეს ინფორმაცია ცხოვრებაში, ვიღაცამ რაღაცა თქვა, ან ფული რთულია საშოვნელად, წელში უნდა გაწყდე, რომ რაღაცა თანხა იშოვო. მე იმას არ ვამბობ, რომ აღწე იწვედა ფული თავისით მოვა, თუმცა კი არის ზოგიერთი საკითხები, როცა ეგრეც მოვიდა. მაგას ალბათ სხვა ცოდნა სჭირდება. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი შემოსავლები შედარებით უფრო ადვილად შევძლოთ გამომუშავება, ბიზნესის ადვილად, შედარებით უფრო ადვილად. ანუ გარემო შეიქმნას იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსები ადვილად მოვიდეთ. რაღაცა ისე მინდა, რომ რაღაცა გავფრინდე ხა ახალი იმისგან. სურვილი გამოჩნდა, რომ კოსმოსია მახალთერმი წაძა. მინდა, რომ ფრთები ვთქონდეთ და რაღაც უფრო მასშტაბურზე გავიდე. ვიდრე ჩანაფიქრინდა. ყველა ჩვენი ფიქრი გვაქვს, ჩვენი საქმეები. ნეიროგრაფიკა არის ყველაზე ისეთი ერთ-ერთი, მოდი ესე ვთქვით, ყველაზე ცოტა ნათქვამი ეკოლოგიური მეთოდი, რომელიც სწრაფ შედეგზე გავყენებთ. თუ სწორად ხატავ. აუცილებელია, რომ ნეიროგრაფიკის ხატვის დროს მარტო ხატვა და მედიტირებამდე არ მიხვიდეთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხატავთ. იმიტომ რომ მედიტაციურ მდგომარეობაში თუ გადადიხარ, მაშინ ვერ იღებ იმ შედეგს, რა შედეგიც გინდა. თუმცა ხატვის შემდეგ მედიტაციის გაკეთება ძალიან კარგია. თუ იცით მედიტაციის კეთება, პირიქით ეს უფრო ეხმარება დამშვიდებულ ჩვენ შინაგან სამყაროს. საიდან მიდიხარ. გამოთ სამყაროში. ხორას ვამბობდი მედიტაციას. მედიტაცია ძალიან კაია შემდგომში, იმიტომ რომ ის კიდე ცალკე გეხმარებათ ინსაიტებში. ეს ალგორითმი შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე ხატოთ. მაგალითად, რაღაცა წრეზე დადიხართ. რაღაცა საქმის იწყებ და აი გონია რომ უნდა გამოვიდეს და არ გამოდის. აი ჩაკეტილობა შეგიძლიათ მოხსნათ და იმ საკითხის გამოსვლის საუკეთესო ვერსია დახატოთ. მაგრამ ფულზე ყველაზე კარგად გამოდის ეს ალგორითმი. აი ესე. ძალიან ბევრი.
ავდები. ეხლა როგორ ვარიანტს ვხატავ, ვისაც ჩემთან ერთად ნახატი აქვს ეს ალგორითმი. ეხლა მინდა რომ ეს ჩანაწერი, რომელსაც ნახავი, ცოტა უფრო გართულებული ვარიანტიც არსებობს ამ ალგორითმის და მინდა რომ დღეს ხვალ როცა ხატავთ ამ გართულებული ვარიანტით დახატოთ. გართულებულს რას ვიძახი? უფრო სიღრმისეულს გულისხმობ. ამიტომ განსაკუთრებულად ამპარო და აქედან გამომდინარე შევხედოთ, აი უკვე ნახეთ როგორ ჩემ ნახატში ფაქტიურად აი ეს ნეიროგრაფიკული ის წრე ფაქტიურად დაკარგული. შეგვიძლია ახლა დავხედოთ ჩვენ ნამუშევარს და სადაც ყველაზე მეტი კვეთებს დავინახავთ, აი მაგალითად მე მაქვს აქ. ესეთი წრე გავაკეთოთ და აი რამოდენიმეჯერ შემოვუაროთ, ოღონდ არ დავანეიროგრაფოთ. და შევხედოთ ეს ჩვენი კვეთები რა შეზღუდვებია. მაგალითად, რაღაცა საკითხზე მინდა ეს თანხები მოვიძიო და ვიშოვო. ხო? გავადიდო ჩემი შემოსავალი. მაგრამ რაღაცები ხომ მიშლის ხელს გარდა თერმოსტატის. თქვათ, ჩემი პასიურობა. სიტყვაზე ვთქვათ, აი ეს კვეთები. ამას დავაწერ, რომ აქტიურობა საზოგადოებაში. აი ეს წრე იქნება. ტრანსფორმაციას უკეთებ მე იმ ჩემ პასიურობას გადამყავს აქტიურობაში. რომ ვიქნები უფრო აქტიური სოციალურ ქსელებში, კლიენტებთან. უფრო თამამი გამოსვლები მექნება. უარს არ ვიტყვი რაღაცა შეხვედრებზე. ანუ პოზიციონირებას დავიწყებ უფრო მკაფიოდ ბაზარზე. რათა აი ეს ჩემი თერმოსტატი, ახალი თერმოსტატი მიიღოს ის სახე, რა სახეც მინდა რომ გქონდეს. მარტო გაზდა არ არის, ქმედებებიც გვინდა. ესეთი წრე შეგიძლიათ 3-4 მაქსიმუმ. აი აქ კიდევ ხედავ მეორე წრეს, აი მეძახის. აი ეს წრე. აქ მეორე წრე. ეს წრე. აი ჩემთვის უფრო იყო არის რაღაცნაირად ეხლა გამომეხმაურა შიგნიდან და ჩემი შინაგანი ხმა არ ვიცი ქვეცნობიერი ალბათ წამოვიდა. და მეუბნება რომ ეგ კვეთები არის შენი თავდაუჯერებლობა. ხო და ჩემი ესეთი confidence ინგლისელები როგორც ამბობენ და ამერიკელები და რასაც ძალიან დიდად აქცევენ ყურადღებას, ეს არის ჩემი თავდაჯერებულობა. ჩემი თავდაჯერებულობა. შიგარდავ. და რა არის ეს ჩემი თავდაჯერებულობა?
რა მომცემს ჩემ ამ თავდაჯერებულობას? ცოდნა. უფრო ღრმა ცოდნა სხვა რაღაცა მიმართულებებში, რომელიც ნეიროგრაფიკის მუშაობაში გამომადგება. თავდაჯერებულობას მომცემს აგრეთვე კმაყოფილი კლიენტები, რომელთა ფიდბექით გარკვეულწილად ჩემი, ასე ვთქვათ, შრომის შედეგია. ჩემი თავდაჯერებულობა დამეხმარება იმაში, რომ გადავდგა ნაბიჯი და უფრო ესეთი თამამად მიმოქმედო. თამამად დავიწყო იმ საქმეების კეთება, რის კეთებაც მინდა. აი აქ არის კიდე ერთი, რომელიც მინდა აი აქ ეს წრე გავაკეთო. და ეს არის ჩემი ჩაკეტილი სივრცე. და მეუბნება ჩემი შინაგანი ხმა, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ნეტვორკინგი. ნეტვორკინგი ხო, თქვენ შეიძლება თქვენი გქონდეთ, კაცო, კი არ არის აუცილებელი იგივე იყოს, რასაც მე ვწერ. მე ეხლა ჩემი შინაგანი ხმა, რასაც მეუბნება, მე იმას ვაჟღერებ თქვენთან. რას მეუბნება ჩემი შინაგანი ხმა, თქვენი ქვეცნობიერიდან რა ამოდის, რა შეიძლება, რა მჭირდება, ნეტვორკინგი. ხილებს ურთიერთობები და ამბები ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა. გურია. ხალხილობთ, მაგრამ ეს საქმიანი ნეტვორკინგი. ხალხის გაცნობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ის ჩემი ჩანაფიქრი, რაც არის, რაც მინდა, რომ გავაკეთო, რათა ჩემი ფინანსური თერმოსტატი აიწიო. იმიტომ რომ ბუნებრივია, ყველა ჩვენთაგანმა ვიცით და თუ არ ვიცით, მაშინ დატოვეთ ის წრე სახელის გარეშე და თქვით, რომ დაე სამყარო მითხრას რა მჭირდება მე, იმან მომცეს. ამ სიჩქარეში მე შეიძლება რაღაც ადგილების დამრგვალება გამომჩეს, მაგრამ მე ხვალ ამას ხელახლა დავუვლი და დავამრგვალებ. როგორც კი მოვჩებით აი ამის ხატვას, ამ ნაწილს, ძალიან გთხოვთ, რომ გაჩერდეთ ცოტა ხანი და ჩანაწერი გააკეთოთ. რა შეგრძნება გქონდათ, როდესაც ეს კონფლიქტი, რაც ხელს გიშლით, რესურსში რო გადაიყვანეთ. ნაფიქრი რესურსი იყო ეს, თუ თავისით მოვიდა, ქვეცნობიერიდან ამოვიდა, შინაგანმა ხმა გითხრა. ამას არა აქვს არსებითად ახლა დიდი მნიშვნელობა, რომელი იყო, მაგრამ თქვენთვის არის კარგი, რომ კარგად გაანალიზოთ თქვენი ნამუშევარი და ამიტომ
კარგი იქნებოდა თუ ამას დააფიქსირებდით ფურცელზე. მას შესაბამისად, მოვჭით ახლა ჩვენ და ვიღებთ ფანქრებს. სხვათა შორის, აი ეს ფანქრები ვიყიდე ახლა ხანს და ძალიან მიყვარს ფანქრით, შეგიძლიათ მარკერითაც ხატოთ, ძალიან მიყვარს ეს ფანქრები. მომეწონა სხვათა შორის და ახლა ვიწყებთ ფერის შეტანა. ანუ ვიმეორებ რომ ფერი არის 2 გვერდიგვერდ მდგომი ან 2-ზე მეტი ფიგურა შეგიძლიათ ერთ ფერში ერთი ფერი შეიტანოთ. და ვიწყებთ ფერის შეტანას. შეგიძლიათ დაფიქრებულად აიღოთ ფერი, რომელიც მოგწონთ, შეგიძლიათ ბრმად აიღოთ ფერი. ზოგადად ბრმად ვიღებ ხოლმე ფერს, როდესაც ხვდები, რომ ერთი და იგივე ნახატს, როდესაც ვხატავ ხშირად, მე არის ხოლმე, რომ ხელი მიჩვეული ვარ ერთი და იგივე ფერების მუშაობას. და იმისთვის, რომ ახალი ემოცია წამოიღოს ნახატმა, ვიღებ ხოლმე ბრმად ფერებს. სხვათა შორის ყოფილა სიტუაცია, რომ ბრმად აღებულ ფერებსაც იგივე ფერი ამიღია, რაც შეგნებულად როცა ვიღებ. გამყინებია მაგას. ანუ 1, 2 ან 2-ზე მეტი გვერდიგვერდ მდგომ ფიგურას ვაფერადებთ ერთი ფერით. ოღონდ მე ვაფერადებ ისე, აი სადაც გონებას არ ვატან. აი ეს ამ ფერს სადაც მე ხელი მთხოვს, ხელი თვითონ მიდის. თვითონ აფერადებს. მე არ ვაძლევ მიმართულებას. და ამით არის ჩემთვის ხა ეს რაღაც გარკვეულწილად საინტერესო, რომ რას დამახატებს. როგორ კომპოზიცია შემაქმნევინებს ესე ხატვა. რაც შეეხება ფერს, მაქსიმუმ შეგიძლიათ 4 ფერი გამოიყენოთ. აუცილებლად Neurolines by Nino YouTube არხი მაქვს გახსნილი და ამ დღეებში დავდებ სხვადასხვა პატარა ვიდეოებს ფერზე, ხაზზე, საინტერესო ვიდეოებს, რომელიც კიდე ცალკე დაგეხმარებათ ნეიროგრაფიკის უფრო კარგად შესწავლაში და ნეიროგრაფიკით უფრო კარგად მუშაობაში. სასწაული მეთოდია. ისაც უხატია ჩემთან ერთად ხშირად და დიდხანს იმათმა იციან ამ მაგარი შედეგებზე შეიძლება გავიდეთ ამ ნეიროგრაფიკით. ეხლა ვიღებ მე მოწ ყავისფერისკენ წამოვიდა თვალ. ყავისფერი. და იყოს ყავისფერი. თუმცა ამასაც აქვს გარკვეული თავისი დანიშნულება. ყველაფერს აქვს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა. რა ფერს იღებ? ფერის დროს სხეულში რა შეგრძნება გაქვს?
რო აიღე ის ფერი და ხატვა დაიწყე. ვარ შეგეცვალა აზრი. გინდოდა ის ფერი. მე ხა აი მარჯვენა, მარცხენა. ეხში მაგ მომიჭირა. და ვფიქრობ. ნა, საინტერესოა. რატო? რა უნდა ამით მითხრას? რისი თქმა უნდა ამით ჩემთვის? ფერები შეგიძლიათ ერთმანეთს გადაუაროთ. თუ ერთი მონაკვეთი დაგჭებათ ცარიელი, ერთ-ერთი ფერით აუცილებლად შეავსეთ. თეთრად დატოვება თუ გინდათ. ორი გვერდ-მდგომი ფიგურა შეგიძლიათ დატოვოთ თეთრად. სხვა შემთხვევაში ფერი უნდა შეიტანოთ. დაუკვირდით როგორ სუნთქავთ. რა აზრები მოხდით ფერზე? თავში. ნახეთ აქ დამჭა. და მას უნდა შევავსო. აი ნახეთ აქ თეთრი დამჭა. არ შეიძლება ამის დატოვება. ამ მწვანე უნდა შევიტანო, ან ყავისფერი. ამიტომ შემაყავისფერი. არ არის პრობლემა თუ რაღაცა შეგიძლიათ მიუბრუნდეთ მერე თუ აღმოაჩენთ. არც ეგ არის პრობლემა, მთავარია რომ დაამთავრებთ ნახატს ფერი იყოს მაქსიმალურად სწორი შეტანილი. შეგიძლიათ ხო გეუბნებით ერთმანეთს გადაუაროთ ორი ფერი, მაგალითად ხატავთ რაღაცა ფერს და უცბად მიხვდით რომ აღარ გინდათ ის ფერი, მაგრამ 4 გაქვთ აღებული. შეგიძლიათ ახალი ფერი აიღოთ და ის ახალი ფერი შეიტანოთ ნამუშევარში. არც ეგ არ არის პრობლემა. ყავისფერი მეყოფა არა, რაღაცა გრძნობ, რომ კიდე მინდა ყავისფერი. შეიტანა. აბსოლუტურად დამოკიდებულები ვართ ყველა ჩვენ იმ შეგრძნებებზე, რა შეგრძნებებიც გვაქვს. იმიტომ ეს არის ჩვენი და ვერავინ ვერ გეტყვით. გეყოთ, არ გეყოთ, იმიტომ რომ ეს თქვენი და თქვენი ქვეცნობიერის ურთიერთობაა. ამიტომ თქვენ რასაც გრძნობთ, გეყოთ ფერი, არ გეყოთ ფერი, ეს ფერი გინდათ, ის ფერი გინდათ. მე უბრალოდ გეუბნებით რომ კარგად რომ იმუშაოს. ნეიროგრაფიკა არსებობს რაღაცა ალგორითმი. აი ეს ალგორითმი არ უნდა დავარღვიოთ, მაგრამ იმ ალგორითმში, იმ თვითონ ეტაპზე გაძლევთ ძირითად მიმართულებას. თორე შიგნით თქვენ როგორც გრძნობთ და როგორც ფიქრობთ, ახლა შინჯისფერი ავიღებ. ფიქრობ ახლა ეს შინჯისფერი თითქმის ამ ყავისფერის ფერი. მოდი გამოვცვლი და წითელს ავიღებ. უფრო ღიას. მათი წითელი მომიტა, მაგრამ ხვდები რომ ეს წითელიც ტყუილა ავიღე. აი, ზუსტად ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ეს წითელი ჩვენად რომ ყავისფერს ძალიან გავს და ყავისფერის ტონალობაში გადის. ყოველ შემთხვევაში ახლა მე რო ვხატავ, ესეთი აქვს. უბრალოდ ამას ჩვენ ახლა ხრიქს გამოვიყენებთ, პატარას და უფრო ამას მოვიყენებთ ხრიქს
გადავუვლით სხვა ფერით. იყოს უფრო ის ჰაერობა. ნაცი. ეხლა ვიღებ ყვითელს და აი ამ წითელს როცა ვუბლი ამ ყვითელს ცოტა გამომიცოცხლებს. ახლა ჩემი ფანქარი ეს ფანქარი თვითონაც მეტი საშუალებას არ მაძლევს. აი ესე შემიძლია ამ წითელსაც ეს წითელი გააქტიურდეს უფრო. მინდა წითელი რო იყოს აქტიური, იმიტომ წითელი ჩემთვის არის ენერგია, ცეცხლი, ხო? ენერგია, რომელიც ჭირდება იმისთვის, რომ ჩემი ფინანსური თერმოსტატი უფრო მაღალი იყოს. და ჩემმა ფინანსური თერმოსტატმა ჩემთვის საუკეთესო გზით წვანში შემიძლია შევიყვანო და ეს ცოტა იმას შვება. შიგიდან ამოანათებს სავით. მე ხა დავტოვებ ადგილებს, იმიტომ რომ თეთრს 30%-ს იმისთვის რომ აი ხა დავინახე რომ აქ დასამრგვალებელი მქონდა, დავამრგვალებ ამაზე. იმისთვის რომ როცა ჩემი ვხატავ, უფრო ნელა ვხატავ ხოლმე, იმიტომ რომ ხო, თუ ვერ მეწევით და უფრო ნელა ვხატავთ, არა პრობლემა, დაასტოპეთ, დააპაუზეთ და მერე ხელახლა გააგრძელეთ ვიდეოს ყურება, სწორედ მუშაობა. მას შესაძამე, მე ახლა მეყო თვლი რომ აღარ არის საჭირო. სხვათა შორის, აი მინდა განახოთ ძალიან კაი მარკერებია ესენი for drawing. B არის საკმაოდ სქელი. და უფრო უკეთესად აი ეს უფრო უკეთესად ხატავს. ეხლა ჩვენ როგორც ვიცით, გვჭირდება სამყაროს დახმარება, ველის ხაზები, მაქსიმალური რაოდენობა შეგიძლიათ 4, მინიმალური 1. და როგორი წამოიღო? გავატაროთ ეს სამყაროს ხაზი. თითოეული სამყაროს ხაზის გატარების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ადგილას მე მაგ დამრგვალება გაკეთებული, მაინც ხელახლა ვაკეთებ დამრგვალებას. იმიტომ რომ ის იმის დამრგვალება იყო, ანუ იმის კონფლიქტი იყო. და ეს კიდე ახალი კონფლიქტია, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ არსებობს. ამიტომ როცა გავდიოდი მე სწავლას და ვაბარებდი გამოცდას, გავაგზავნე დამრგვალების გარეშე. ანუ ჩავთვალე, რომ ისე უნდა ყოფილიყო. არ ვიცი როგორ მივხვდა ეგრევე. მითხრა, რომ მაგასო თავიდან დამიბრუნა უკან ნახატები და ხელახლა დაამრგვალეო მითხრა. მე ამიხსნა, რომ ეგ არის ეგ. ეს დამრგვალება არის მე ვთვლი, რომ მეყოფა ველის ხაზი. თუ გინდათ კიდევ რამოდენიმე ველის ხაზი, აი კიდევ იპოვე დასამრგვალებელი. თუ კიდე გინდათ ველის ხაზის გავლა, არ არის პრობლემა, გაატარეთ.
ყოველ შემთხვევაში და თუ გინდათ პარალელურ რეჟიმში მეორე დღეს რაღაცა დაამატოთ ნახატზე, ხაზი, ან დახედოთ და კიდე დაამრგვალოთ. არც ეგ არ არის პრობლემა. ეგეც შესაძლებელია. მაგას ქვია სტილიზირება, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შემოიღო ამ მეთოდის შემქმნელმა, რომ ჩვენი ნამუშევარი უნდა იყოს ისეთი, რომ ბოლოში ჩვენივე ნამუშევარზე გქონდეს ვაუ ეფექტი. ანუ ამბობს, რომ ყველაზე მეტად და ვეთანხმებით ყველა, ვინც ფსიქოლოგია, თუმეტეს, რომ შეგრძნება არის მნიშვნელოვანი. ხო, ეხლა მე გავაკეთე ფიქსაცია. ფიქსაცია არის ბოლო წერტილი ნახატის, სადაც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზაობას ამ ეტაპზე, რომ თანახმავართ გვინდა გვესაჭიროება ახალი თერმოსტატი. აი ამ ახალ თერმოსტატზე ვამთავრებთ ნამუშევარს. ამას ვამრგვალებთ ისევ და რომ ვჩებით მუშაობას არ დაგეზაროთ ისევ 2 წუთი მინიმუმ 20 სიტყვა და ისევ გახსენებთ, რომ არ ფიქრობთ სიტყვებს. რომ მოვჩებით ამ 2 წუთი მინიმუმ 20 სიტყვა, შეადარეთ წინა სიტყვებს. როდესაც ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, შეგვიძლია მე ეს სიტყვებიც გავიაროთ და გავაანალიზოთ. თუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ამ სიტყვების გაანალიზება, ძალიან კარგი. გაანალიზეთ. მაგაც ვეჯობია. მას შესადამე გემშვიდობებით. მიხარია, რომ დაინტერესდით ნეიროგრაფიკით და ყველას გისურვებთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსიები შექმნას.